მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის. მე თამთა დოლიძე ვარ და დღევანდელი ჩვენი ეთერის თემა გახლავთ ოპოზიციის დაანონსებული და უკვე განხორციელებული გაერთიანება, რომლის ფარგლებშიც იმ სპექტრს, რომელიც გაერთიანდა, აქვს საკმაოდ ბევრი გეგმა, მათ შორის მასშტაბური და ამბიციური, თუმცა რას ფიქრობენ ადგილობრივ დონეზე ამ პარტიის წარმომადგენლები და როგორ განხორციელდება და როგორ აისახება ეს ყველაფერი რეგიონებში, ამ შემთხვევაში გურიის რეგიონში, ვსაუბრობთ ამ თემებზე და მე წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს. ჩვენი სტუმრები დღევანდელი ეთერისთვის გახლავთ ბატონი მიშა გოგოტიშვილი, ევროპული საქართველოს რაიონული ლიდერი, ბატონი ბესო ქათამაძე, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და ბატონი ლადო ქვილორია, ლელოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერი და ამასთანავე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენთან ეთერში ბრძანდებით და მიშა, თქვენგან დავიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ეთერში ერთხელ უკვე ისაუბრე აი ამ გაერთიანების პერსპექტივებზე და გეგმებზე, თუმცა ამ ეთერიდან გავიდა უკვე რაღაცა დრო და საინტერესოა, რამდენად მიდის წინ საქმე, რანაირად თანამშრომლობთ ერთმანეთთან, სადამდე ხართ მისულები, პოპულარული ენით რო ვთქვათ და რა ეტაპზეა ამ მომენტში საქმიანობა. და კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ მაყურებელს, რა მიზნების ირგვლივ გაერთიანდით? დიდი მადლობა მოწვევისათვის თამთა, მოგესალმებით, მოვესალმები კოლეგებს, მოვესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ეს გაერთიანება რომ არის აუცილებელი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სივრცე დიალოგისთვის, ამიტომ არის ზუსტად და დღეს ყველგან სივრცეა დიალოგისათვის და ჩვენ გვაქვს ყველგან საშუალება რომ ერთმანეთს შევხვდეთ, ვისაუბროთ და ოპოზიციურმა სპექტრმა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნია. ძირითადი პარტიები გაერთიანებული არიან ოპოზიციურ ერთობაში, როგორც დაანონსებული იყო, თუმცა კარები დაკეტილი არ არის და ჩვენ გვაქვს მოწოდება, თანამშრომლობა და საუბრები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ისეთი როგორც მაგალითად ლელო ბრძანდება, აქ ბატონი ლადო გახარია, სხვა პარტიები კიდევ და ჩვენ აი ადგილობრივ დონეზე, როგორც წინა ეთერშიც აღნიშნებ, საუბრობთ და მიგვაჩნია, რომ გაერთიანებას ალტერნატივა არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ბატონი ლადო თავის სიტყვაში იტყვის, რომ თავის ხელმძღვანელობასთან აქვს ანალოგიურად საუბარი, რა თქმა უნდა, თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემი პირადი და ჩემი პარტიის და ჩემი მეგობრების ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ გაერთიანებაში მალე ვნახოთ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც პროდასავლურად აზროვნებს და გვინდა, რომ ქვეყანა გამოიყვანოთ ამ რუსული ჭაობიდან და დავსვათ ისევ ევროპული დასავლური ცივილიზაციის განვითარების რელსებზე. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბესო, პრინციპში იგივე კითხვა მაქვს თქვენთანაც, თუმცა მიშა აღნიშნავს, რომ საუბრობთ ის, რომ გაერთიანდით ძირითადი და საკმაოდ ღირებულებების და მიზნების ირგვლივ, თუმცა საინტერესოა, როდის გაცდება ან გაცდა თუ არა ეს ყველაფერი, ანუ რაღაცნაირად შეთანხმების და მაგიდის ფორმაც და რეალურ საქმესთან დაკავშირებით არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვები. როდის შეიძლება გადავიდეს ეს ყველაფერი რაღაცნაირად საველე რეჟიმში, გულისხმობ როგორც მოსახლეობასთან დიალოგს, ისე დასავლეთთან დიალოგს და რეალურ ქმედებებს ამ მიმართულებით რას გვეტყვი? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმები ბატონ კოლეგებს და უპირველესად უსამძიმებლებ თელ ქვეყანას პატრიარქის გარდაცვალების გამო ამ წოხრ ჟამს დიდი დანაკლისი იყო ქვეყნისთვის მისი ამ ქვეყნიდან გასვლა და ყველა მორწმუნეს ჩვენ ვნახეთ ეს ერთიანობა და ის შეკრული საქართველოს ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი იდგა იქ და პატივს მიაგებდა მიღწევას და ვისურვებდი რომ შემდგომი პატრიარქიც ასე ყველას პატრიარქი იყოს და არა ისე როგორი მიმართულებითაც მიდის ეხლა სიტუაცია რომ ცდილობენ რომ კონკრეტულად რაღაც ერთი პარტიის იყოს ყველაფერი ალბათ მათ რომ დღეს რო იყვნენ პირველ საუკუნეში ქრისტესაც მათი პარტიის წევრად გამოაცხადებდნენ სამწუხაროდ ესეა და ერთებით ყველა დარწმუნებული ვარ ჩვენი რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხლა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი და დიდი ჯგუფები გაერთიანდა და ეს გაერთიანება მოიცავს ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკურ სიტუაციას რაშიც დღეს ყველა იმყოფება მნიშვნელობა არ აქვს იმას პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან პარლამენტში თუ არ არიან დღეს ჩვენი ქვეყნის მმართველობა ეს არის კორპორაციული მმართველობა რასაც ივანიშვილი სთავაზობს ჩვენ საზოგადოებას ეს არ არის პოლიტიკური მმართველობა მისი რაღაც
კერძო რაღაც სტრუქტურულ ერთეულს აყალიბებს იმისთვის რომ ეს ქვეყანა იყოს რაღაც მის შემოღობილს, ალბათ დენდროპარკს რო დაამსგავსოს და ამის ყველა ნიშნები არის საერთაშორისო დონეზეც, რავი, თავის მომჭრელი ბოლოდროინდელი მათი ქცევები, რასთან დაკავშირებითაც, რავი, ჩვენ ქვეყანას არასდროს არ ქონია ესეთი დაბალი მაჩვენებელი საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ანუ ადამიანები გასაგებენაზეც კი ვერ მეტყველებენ რა გვინდა და საით მიდის ჩვენი გზა. რაც შეეხება შიდა მოცემულობებს, ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში აქტიურად საველო მდგომარეობ რეჟიმში არის და შეხვედრებს ატარებს. გუშინ იყო ესეთი შეხვედრა თელავში, მალე იქნება გურიაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს საინტერესოა, რა ფორმატის არის ეს შეხვედრები? ეს არის რაღაცა გაერთიანებული შეხვედრები თუ ეს არის მაქსიმალურად, რა ვიცი, დიდი ძალისხმევა, ჩადებული შეხვედრები, კარ და კარ, სოფელ-სოფელ, თუ ეს არის უფრო რაღაცნაირად ან ეს არის ძირითადი შეხვედრები, ხა რაც მიდის, ანუ ამ გაერთიანების გარეშე პარტია თავის აქტივს და წარმომადგენლებს ხვდება რაიონულ დონეზე, ეს გაერთიანება მოიცავს საერთაშორისო შიდა პრობლემების ერთიან გადაწყვეტას და ერთიან ჯაჭვში ყოფნას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქართულ ოცნებას ამ კრიმინალურ პოლიტიკურ, რავი, ძალოვან სტრუქტურას ვერ შევეჭიდებით და ვერ დავამარცხებთ. ესე თუ საერთო კონსენსუსი, საერთო ერთობა არ იქნება ამ ქვეყანაში, ამიტომ ყველა პოლიტიკური პარტიასთან მიდის საუბარი განსხვავებების მიუხედავად, თავარია რომ დასავლეთისკენ მიმავალი გზები, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული შანსი, შესაძლებლობები და ისტორიული წიაღი არის დასავლეთში ჩვენი ქვეყნის, ყველა პარტიები თანხმდებით იმაზე, რომ ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის, აი ჩაკეტილობის და იზოლაციის ერთადერთი გზა არის ერთიანობა და ამისთვის, როდესაც არჩევნები რიგ გარეშე იქნება თუ რეგიონი, ჩვენ ყველამ ერთად ერთიანი ძალისხმევით უნდა დავამარცხოთ და არა ისე განცალკევებით რა შედეგებსაც წინა შემთხვევებში ვდევდით და ეს არის მცდარი გზა, როდესაც კრიმინალურ რეჟიმს უპირისპირდები გათითოგაცებულად. კი ბატონო, მადლობა. ბატონო, ლელო ამ ეტაპზე არის ამ გაერთიანების მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ღირებულებები და მიზნები, რაც არის ვადამდელი არჩევნები, რაც არის ქვეყნის დასავლურ გზაზე დაბრუნება და ასე შემდეგ, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ანუ ამ მიზნებში თქვენ ყველანი თანხმდებით და ერთიანი ხართ აი ამ გაერთიანებულ ოპოზიციასთან, ეს კონკრეტული გაერთიანება მაინც ვერ მოხერხდა ისე, რომ ამაში ყოფილიყო ლელოც. რატომ მოხდა ეს? აი თქვენი პირადი მოსაზრება რომ გითხრათ. პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს კოლეგებს, საბრძოლოდ ძალიანად თელ ქვეყანას ქართველებს, ჩვენ პატრიარქის გარდაცვალებას, რომელიც ტრაგედია იყო მთელი ქვეყნისათვის. რაც შეეხება გაერთიანება, ჩვენ რამოდენიმე დღით ადრე თელმა საბჭომ შევხვდით და გადავწყვიტეთ, რომ დიალოგის მიზნით გამოვაქვეყნეთ ჩვენი წერილი, რომ დიალოგის მიზნით დავსდეთ რომელმაც კრიტიკა გამოიწვია როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. კი ბატონო. ისევე ჩვენი მიმართულებები არის პოლიტპარტიმრების გათავისუფლება ევროპისკენ, გზას არ უხვევთ ჩვენ ელემენტარულად და ეს დიალოგიც უცხო პარტნიორები, რომელიც ჩვენთან დღემდე თანამშრომლობენ, მათი მოთხოვნაცაა, რომ დავსდეთ ერთად და ვისაუბროთ როგორ გადავაღებოთ ეს ხელისუფლება, რომ დავრჩეთ და მიმართული ვიყოთ ევროპული გზისკენ. კი, თუმცა თუ ლელო არ ერთიანდება აი ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში, თუ ლელოს განცხადებას კრიტიკულად და უგულვებელყოფით ხვდება როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, მაშინ სად ხედავს ლელო გამოსავალს, რაში? ფაქტიურად ამ გაერთიანებაშიც რო აკვირდებით არა აქვთ ერთიანი სია, მაინც ამ გაერთიანებიდან საერთოდ არა, ელემენტარულად გაერთიანება არა თვითონ მოხვედრილი თქვენი ხედვით არაც მიხვდებით რომ ესა პარტიების შეკრება, მაგრამ ყველას ერთნაირი მოთხოვნა გვაქვს ჩვენ ევროპისკენ სწრაფვა, კი ბატონო, რასაც ქვია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ესენი ყველა მიმართულებით, მაგრამ ერთიანად ჯერ თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული რაღაც გარკვეულ სპექტრში. გასაგებია. ლელოს განცხადება რომ შევაფასოთ, რომ გითხრათ მოსაზრება, რომ რატომ ვერ დაინახეთ ვერანაირი პერსპექტივა ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების
ხელისუფლებასთან. აი ლელოს შემოთავაზებას გულისხმობ ეს განცხადება რომ შევაფასოთ და საერთოდაც მთელი ამოცემულობის გათვალისწინებით რატომ გაქვთ იმედი ცოტა უხეშად ვკითხულობთ მაგრამ რატომ ფიქრობთ პერსპექტიულად რატომ უყურებთ იმას რომ შეიძლება ამ გაერთიანებაში საბოლოოდ აღმოჩნდეს სხვა პარტიებიც თუნდაც ლელო თუნდაც გირჩი თუნდაც გახარია საქართველოსთვის კი ბატონო, თამთა ახლა მოგახსენებ ჩემ აზრს და ცოტა შორიდან დავიწყებ, მე მგონი გვაქვს დრო და ბესომ გააკეთა განცხადება და რადომს რა თქმა უნდა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მე არაერთჯერ გამომითქვამს ჩემი აზრი და რა თქმა უნდა მთელს სამართლმადიდებლო ერს უსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს ჩვენი პატრიარქზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ მის უწმინდესობაზე, მის ღვაწლზე, მის დამსახურებაზე და მისი სურვილიც იყო ერთადერთი რომ ენახა გამთლიანებული საქართველო. ტერიტორიულად არამედ მთლიანად, სულიერად და შეკრული ქვეყანა, როგორიც იყო დიდგორში და ასე შემდეგ სხვაგან ახლა აღარ გავრცელდები. თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი ამას სინოდი გადაწყვეტს და მე ახლა წინასწარ ჩვენ არავის არ გვაქვს უფლება თვით უწმინდესმაც არ მისცა თავისუფლება რომ ეთქვა წინასწარ ვინ იქნებოდა მომავალი პატრიარქი რადგან მისივე ხელდასმული მთავარ ეპისკოპოსები რომლებიც არიან სინოდის წევრები 39 ადამიანმა და სულიწმინდამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი და მე დარწმუნებული ვარ რომ ზუსტად ისეთი პატრიარქი აირჩევა რომელიც ჩვენ ქვეყანას ჭირდება ამ დროს და დარწმუნებული ხარ თამაში? რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ სინოდი არ არის რაღაც თქვათ არასამთავრობო ორგანიზაცია, არც მით უმეტეს სამთავრობო ორგანიზაცია, არც შეპესე, ბოდიში უხეში შედარებისათვის, არც კოოპერატივი და არაფერი არის წმინდა სინოდი, რომელსაც იმართება სულიწმინდის მადლით და დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ისეთი პატრიარქი აირჩევა, როგორც ჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომელიც გაიყვანს ჩიხიდან და დააყენებს ჩვენს ქვეყანას მართლაც სულიერი განვითარების გზაზე გააგრძელებს ჩვენი უწმინდესი პატრიარქის მიერ წამოწყებულ ბევრ კარგ და დიდ საქმიანობას. აი ზუსტად ეს იმიტომ გავაკეთეთ ამთა ეს პატარა მონახაზი, რომ ზუსტად ანალოგიურად ხორციელდება სიტუაციაც ერში, ასე რომ ვთქვათ და ეროვნულ ხელისუფლებაში. ჩვენ ყველანაირი გზა მოსინჯულია ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, მაგრამ არანაირმა გზამ, არანაირი ელემენტარული პატიმრები, ვიცით ჩვენ ვინები არიან დაჭერილი, ხო, რისთვის არიან ტროტუარზე დგომისათვის არის დაჭერილი ადამიანები. რაღაც თითიდან გამოწვეული მიზეზების გამო არიან დაჭერილი ადამიანები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი აზრი, ხალხის აზრი ხელისუფლებას საერთოდ არ ესმის, არ აინტერესებს. აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს დროის კარგვას კიდევ იმ დიალოგისათვის, რომ ხელისუფლებასთან თქვათ რაიმე კონსენსუსი გამოიძებნოს. მithumetes არც ხელისუფლება არ არის მაინდა-მაინც ენთუზიაზმით დიახ, თამთა არ არის ამის სურვილზე, რომ თქვათ ჩვენ რაღაცა გვესაუბროს და გაითავისოს ჩვენ მიერ შეთავაზებული რაღაც წინადადებები თანამშრომლობისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი თავარი ამოცანაა ოპოზიციის გაერთიანება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ქართველმა უნდა მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვიცით, რომ ემიგრანტებს უგრძალავენ ხმის მიცემა სხვადასხვა მექანიზმებით, მაგრამ ჩვენ არაერთი მაგალითი ქონია ქართველ ერს, ძალიან გაჭირვების დროს აი ფენიქსივით ამდგარ ვართ და მართლაც მე დარწმუნებული ვარ, რომ აღდგება ქვეყანა, იმიტომ რომ არ შეიძლება ქართველ ერს გვაქვს ძალიან დიდი მოთმინების უნარი, მაგრამ ეს უკვე მეტის მეტია. არანაირად არ შეიძლება ქვეყანა გაგრძელდეს ისევ და ისევ იმ რუსული ჭაობისაკენ, ამას ხშირად ვიმეორებ და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სხვა ამას არაფერი არ ქვია, ჩვენ დღეს ვართ რუსეთის რომელიღაც მიტოვებული გუბერნია, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, ყველა მიდის ქვეყნიდან, ახალგაზრდა შრომის უნარიანი, შრომის მოყვარე ყველა გადის ქვეყნიდან, რომ სარჩო გამოუგზავნოს თავის ოჯახს. ბოდიში და სასეირნოდ და დროის სატარებლად არ მიდის ეს ადამიანები, მიდიან უკიდურესად მძიმე საქმეზე, ქალები, ახალგაზრდები, მოზარდები, რომ თავიანთ ოჯახებს
სასიცოცხლოდ გამოუგზავნონ რაღაცა ორი კაპიკი, ასე რომ ვთქვათ და ამასაც ყველაფერს უკვე ზღვარი აქვს, დარწმუნებული ვარ და ყველაფერი ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი ეს კანონის ფარგლებში არჩევნებით მოხდეს ამის შეცვლა და აი ეს არის ჩვენი გაერთიანების მიზეზი და ამოსავალი წერტილი, რომ გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გარშემო, ჩვენი შვილების გარშემო, ჩვენი მშობლების გარშემო და საქართველოში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გამოიყვანს კრიზისიდან ხელისუფლებას და ყველა ქართველს თუ არაქართველს, ყველა საქართველოს მოქალაქეს საქართველოში ნორმალურად ცხოვრების საშუალება გვექნება. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბესო, დარწმუნებული ვარ, რაზეც ისაუბრა მიშა მეთანხმების ავსებით, ის რომ ქვეყანა უნდა გამოვიდეს კრიზისიდან, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, რახან ასე ფიქრობთ და ასე შემდეგ, რაც არის ძირითადი. ისაუბრა იმაზეც, რომ ნაცმოძრაობას აქვს სხვადასხვა ტიპის აქტიური შეხვედრები თავის აქტივთან და მხარდამჭერებთან. თუმცა ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს და სურთ იმიზნების მიღწევა, რაც თქვენ დასახეთ. აინტერესებთ, როგორ უნდა მოხდეს ეს? გასაგებია, რომ ყველას თქვენ გინდათ ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, დასავლეთთან სწორი დიალოგის აღდგენა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ რაზე საუბრობთ თქვენთან ნაციონალურ მოძრაობაში? რაზე საუბრობთ გაერთიანებულ ოპოზიციაში? ეს ყველაფერი კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს? ეს ყველაფერი არის დიდი სტრატეგიის ნაწილი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმ შედეგის მიღწევისთვის, რაც ქართულ ხალხს და ჩვენ ამომრჩევლის ინტერესშია. მოგეხსენებათ, ანუ ჩვენ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ქვეყანა. ეს არის დიდი ყოველდღიური პროპაგანდა, ტვინების რეცხვა. ადამიანებს ამ რუსული, ანუ ესეთი გერასიმოვის დოქტრინა არსებობს, ანუ მართალსა და ცდარ შორის არჩევანის გაკეთება უნდა უჭირდეს. და ზუსტად ამ მიმართულებით ვითარდება და მიდის ყველაფერი ქართული ოცნების ხელში ყოველდღიურად რისთვისაც სამთავრობო მედია საშუალებები არიან ჩართული 24 საათიან რეჟიმში მოწოდებისთვის, აი ყოველდღიურად ადამიანების გაშავებისთვის არიან მომართული შუღლისთვის, დაპირისპირებისთვის თუ როგორი ცუდია პეტრე, როგორი კარგია პავლე და მთელი დღის რუტინა, ანუ ადამიანების გადაღლამდე მიდის და ეს არის ზუსტად მათი სტრატეგიის ნაწილი, რომ ადამიანები დაიღალონ ამ ქვეყანაში, გამოიფიტონ. ანუ ჩვენი სტრატეგია არის, როცა ამხელა ფინანსურ მონსტრს უპირისპირდები, რომლის ეკონომიკა და ანუ ფინანსური კეთილდღეობა ერთი პირის ქვეყნის ეკონომიკის ნახევარს უტოლდება, რთულია შენ მხოლოდ სიმართლის ღაღადით დააჯერო ის ადამიანებს, რისი მოსმენაც მათ არ სურს დიდ ნაწილს. იმიტომ რომ ყველა ადამიანი ამ გაჭირვებაში ცდილობს, რომ სადღაციდან თავის შვილებისთვის, ანუ თავის ოჯახის წევრებისთვის სარჩო მიიღოს და შენ როდესაც ეუბნები, რომ ეს გზა არის მართალი, კი გეთანხმება მართალია, მაგრამ მის ყოველდღიურობაში, რაც ამ პრობლემების გადაწყვეტას სჭირდება, სამუშაო სჭირდება, თუ არ იქნები მათი ნაწილი, აი მათთან შეხმატკივრებული ვერსადაც ვერ იმუშავებ. უბრალოდ მეზოვეთაც კი არ გამუშავებენ, მათი შეხედულება არის ასეთ, ანუ როცა რომც გიჭირდეს და სახლი რომ სტიქიამ დაანგრია, იმათაც კი არ დაეხმარა, რადგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ამ ადამიანებთან მიმართებაში და როცა ამ ყოფაში იმყოფება ქვეყანა, რომ თუ ჩემი არ ხარ, ჩანდაბამდე გზა გქონია ბოდიში ამ გამოთქმისთვის, აქ დაპირისპირება არის მხოლოდ და გამოსავალი ყველა მესმის სტრატეგიები, ყველა პოლიტიკური პარტიის, მაგრამ ერთობის გარეშე ამ მონს, ამ კორპორაციას, რომელსაც ივანიშვილი აყალიბებს ქვეყანაში, რომ მხოლოდ თავისი, ანუ შიშების და თავისი, ანუ კეთილდღეობის ირგვლივ გააერთიანოს ყველა, რომ თვითონ იყოს კარგად, თან მოგეხსენებათ არასოციალური პირია ერთი რაღაც შემოღობილიდან მეორე შემოღობილში ცხოვრობს და მისთვის ეს ქვეყნის ყოველდღიური ყოფა დასავლეთის გზაზე იქნება თუ რუსულ ვექტორზე იქნება, საერთოდ არ ადარდებს საკუთარი თავის გარდა, ამიტომ ამ მოცემულობაში, როდესაც ხედავთ, რომ ქვეყანა არასახელველო მიმართულებით ვითარდება, არ გვაქვს ჩვენ დასავლეთთან ურთიერთობა, ნატოსთან, ევროკავშირთან, ყველა მტერი და ბუა გვართმევენ, რა ვიცი, წარმოსახვა და რაღაცა. ამ მოცემულობაში ოპოზიცია, როდესაც ჯდება და ცდილობს, რომ ერთიანი რაღაც კონსენსუსით იმოქმედოს საერთაშორისო ასპარეზზე, შიდა მიმართულებებით აი, თუნდაც ეგ არის საინტერესო, რამდენად ცდილობთ იმას, რომ რაღაცა ტიპის კონტაქტებზე გახვიდეთ დასავლეთთან. რომ აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ მოსახლეობასთან დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა გაერთიანებული შეხვედრები, არამედ თითოეულ ადამიანთან საუბარი.
აუცილებელია ესაუბრო თითოეულ ადამიანს სოფლიდან, დაბიდან, რაიონიდან თუ ქალაქიდან და ცენტრალურ დონეზე, სხვაგვარად პოლიტიკური ცხოვრებაც წარმოუდგენელია, თუ ადამიანებთან კომუნიკაცია არ გაქვს, მაშინ ტყეში რაღაც უნდა შევარდე და იყო მარტო. ამიტომ პოლიტიკა მოიცავს ამ ყველაფერს, რომ ადამიანებთან ყოველ დღეს გამარტივებულია სოციალური საშუალებებით და შენი აზრის მიტანა და იმ პოლიტიკური გზის რა გზაზეც ჩვენ ვადგავართ თუ როგორი რა ტიპის კონსულტაციები მიდის დასავლეთში ჩვენს მეგობრებთან, ადგილზე რა მიმართულებით მიდის საუბრები ოპოზიციასთან, მათ შორის იმ ადამიანებთან, ვინც ამ გაერთიანებას არ უერთდება, თქვენ ახსენეთ, რომ ლელო სტრატეგია, ოდესაც წერილი გამოაქვეყნა და ხელისუფლებას შესთავაზა დიალოგი, ესეც მცდარი აღმოჩნდა. მათ არ ადარდებთ არავინ, ყველა ცდილობს ეს ჯგუფი ცდილობს, რომ გადაყლაპოს ყველა, გაასუფთავოს ველი და რაღაც დროით 10 წლეულები იყოს ქვეყანაში ის მდგომარეობა და ის ჭაობი და დაჭაობებული მდგომარეობა, რაშიც დღეს ამყოფებენ. არავისთან კავშირი, მარტო ყოფნა და თავს მოხვეული მშვიდობა, თითქოს სადღაციდან ეს მშვიდობა მათ მოიპოვეს და ამ მშვიდობის და ნარატივების ყოველდღიურობაში აცხოვრებენ ერთ თითქოს რამე დამსახურება კონდეს ამ ყველაფრისთვის თუ გინდა მშვიდობა რო არის რა რამე სად ვინმეს ვეომებოდით ისტორიულად ვინმეს თავს დავესხით და ეხლა გქონდა ამის შიში რომ ვინმესთან უნდა გვეომა და ბიზნესმენშვილმა მოგვიტანა მშვიდობა ესეც მათი მხრიდან ყველაზე მცდარი ის პროპაგანდის ნაწილია რითაც ადამიანებს ამ შიშსა და მშვიდობას შორის აცხოვრებენ ყოველდღიურად ქვეყანაში. კი ბატონო, მადლობა დიდი და რაღაცნაირად ორ კითხვას დაგისვამთ, ბოლო კითხვა იქნება ამ გადაცემისთვის. ერთი ძალიან საინტერესოა რომ შეაფასოთ ჩვენი ორი სტუმარის და ზოგადად გაერთიანებული ოპოზიციის პერსპექტივები თქვენ დისტანცირებული ამ გაერთიანებისგან როგორ უყურებთ ამ ყველაფერს და რამდენად ხედავთ პერსპექტივას ამ გაერთიანებაში, ამაზე რომ პატარა კომენტარი გააკეთოთ და მე მაინტერესებს ოზურგეთის საკრებულოსთან დაკავშირებით ძალიან მინდა რომ შევეხოთ ამ საკითხს, როგორ მიმდინარეობს მუშაობა, აი ხო გავიდა რაღაცა პერიოდი და თქვენ როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, რამდენად ხედავთ თქვენს და თქვენი კოლეგის სასარგებლო როლს ამ საკრებულოს საქმიანობაში და მნიშვნელოვან როლს ხალხისთვის. აი ამ კითხვას როგორ პასუხობთ და ასევე ჩვენ სტუმრებსაც ვთხოვთ მათ ქონიათ შეხება თვითმმართველობასთან ოზურგეთის საკრებულოს დღევანდელი მდგომარეობა რო შეაფასოთ. ოზურგეთის საკრებულოს დღევანდელი ჯერ ამაზე რო გვიპასუხოთ პერსპექტივაზე, რამდენად გეიმედებათ ძალიან მარტივად რო ვიკითხო. ოპოზიციის გაერთიანებას ჩვენ უყურებდით ცოტა წინა არჩევნებსაც გადავხედავთ, უკვე ორი არჩევნები მიდიოდა საუბარი, გაერთიანება იყო დიდი, ლელოსაც მისი წინადადებები ჰქონდა იმ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებთან, ადგილობრივ არჩევნებთან, მაგრამ აი არასდროს არ მოხდა შეთანხმება. ფაქტიურად დაიწყებოდა გაერთიანების თემა, შემდეგ იშლებოდა. ახლაც რომ უყურებთ, ისევ იქნება როგორც წინა საპარლამენტო არჩევნებზე იყო ადგილობრივ გაერთიანება, მგონი ჩემი გადასახედიდან. მაშინ როგორია ლელოს გეგმა B? ჩვენ უცხოურ პარტნიორებთან ერთად რაც მოთხოვნებია, ეს იყო გამჟღავნებული წერილში ფაქტიურად დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, თუ შემდეგ დიალოგი არ იქნება, ეს იქნება მშვიდობიანი აქციები, რომელსაც აკეთებენ ის ადამიანები დღესაც გან არიან, რომ მისი მოთხოვნებით ესა ფაქტიურად რომ მივაღწიოთ ნაადრევ არჩევნებს. დასახული პოლიტპატიმრების გათავისუფლება ეს რაცა ან დიდი ბესომაც და ბატონმა მიშიკომაც თქვა რომ ტროტუარზე დგომისთვის ადამიანის დაჭერა ესა შიშის სინდრომი რომ დანერგო ქართულ მოსახლეობაში შიში რომელიც დღეს არის და ფაქტიურად ინერტიული ხდება და შორიდან უყურებს ქართველი ამომრჩეველი რომ აი შიშის სინდრომია დღეს ფაქტიურად ოზურგეთში ვინც დარჩა ემიგრაციაში არაა წასული უკვე არის საბიუჯეტო ორგანიზაციებზე მიბმული ბატონმა ბესომს სწორი თქვა იმიტომ რომ დღეს აი ინდონეზიაზე დაიყვანენ ცხოვრების ნორმა რომ აი ყველა სუჭის რაღაც ორი თეთრი რომ ოჯახი არჩინოს შეაკონა ეს ვიცი გრეცი ეკონომიკური მდგომარეობა როგორ ხედავთ თქვენს როლს ოზურგეთის საკრებულოში როგორ იმედებით შეხვედით და როგორ უყურებთ დღეს ამ ყველაფერს ან როგორ ხედავთ სამომავლო იმ წლებს რაც დარჩენილი აქვს მოქმედების ვადა ამ მოწვევის საკრებულოს
აი მაქსიმალურად მუშაობაში რაც შეეხება ჩვენ წინადადებებსაც ვაყენებთ, მაგრამ ფაქტიურად მათ მისი გააქვთ ჯერჯერობით ისეთი წინადადება არ დაუყენებიათ, რომელიც ზიანი ყოფილიყოს ოზურგეთისათვის, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენ წინადადებით მიმართოთ და გავიტანოთ რაღაც ეკონომიური პროექტები ოზურგეთის საკრებულოში. გასაგებია. თქვენ გაქვთ დიდი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი ხელისუფლების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ უყურებთ საკრებულოს განვითარების დინამიკას? სხვადასხვა წლების მოწვევის საკრებულოს გულისხმობ, მაგრამ ახლა თუნდაც რომ შევადაროთ წინა მოწვევის საკრებულო, წლევანდელი, კი არა და ბოლო არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული, როგორ ხედავთ ამ ყველაფერს და მის სარგებელს საზოგადოებისთვის? ეს ბოლო შეკითხვა არის, ამით დავასრულებ. ხართ, ესე იგი თქვენ მოგეხსენება და მაყურებელი მეცის, რომ 98 წლიდან 1998 წლიდან 2021 წლის წლამდე ყველა მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი აბსოლუტურად. დაწყებული მაშინ თავიდან დავიწყე სულ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი ოპოზიციური პარტიიდან, ტრადიციონალისტთა კავშირიდან ვიყავი მოქალაქეთა კავშირის დროს ოზურგეთის საკრებულოს წევრი, შემდეგ მივყევი და იცით რომ საკრებულოს თავმჯდომარეც ვიყავი, მოადგილეც ვიყავი საკრებულოს, ფრაქციის თავმჯდომარე და აბსოლუტურად ყველა დონე ფაქტურად ფოკუსიდან შეგიძლიათ ყველა რაკურსთან შეხედოთ ამ ყველაფერს. აი საკრებულო მინდა გითხრათ რომ ყოველთვის ვითარდებოდა საკრებულო იყო ახალი ხილი კომუნისტების პერიოდის შემდეგ ასე რომ ვთქვათ, პირველად 98 წელში მოხდა მრავალპარტიული მანამდე იყო ბატონი პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას დროს არჩევნები, მაგრამ შემდეგ მოქალაქეთა კავშირის მმართველობის პერიოდში 98 წელს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, სადაც აირჩა სოფლის გამგებლები და აირჩა რაიონის საკრებულო. აქედან დაწყებული ეტაპობრივად ყოველდღიურად ფაქტურად ვითარდებოდა საკრებულო. საკრებულო ღებულობდა ქმედით როლს. დღეს სამწუხაროდ წინა მოწვევის საკრებულოს განვითარების ეტაპზე რა სიტყვით? აი ზუსტად აგი მინდა თქვა, ახსოვს მაყურებელს და ჩემ კოლეგებს და თქვენ ყველას გახსოვთ, რომ აი კომუნისტების მმართველობის პერიოდში არსებობდა კოლმეურნეობა სოფელში და არსებობდა საბჭო. საბჭო უფრო მაღალი დონის მმართველი ორგანო იყო ვიდრე კოლმეურნეობა, მაგრამ ფული იყო კოლმეურნეობაში, კოლმეურნეობის თავმჯდომარე, რასაც უნდა და იმას გადააწყვეტინებდა საკრებულოს ბოდიში საბჭოს თავმჯდომარე. აი ამას ვიმსგავსებით თავიდან ბოლომდე ერთ პარტიული ფაქტურად აქ ბატონი ლადო და ბატონი გიორგია ორი ოპოზიციონერი სულ ოზურგეთის საკრებულოში, რომლებიც რა თქმა უნდა თავის პოზიციას აყენებენ, მაგრამ გადამწყვეტი ხმა აქ არ არის. ეს საკრებულო ემსგავსება ფაქტურად მერიის ნოტარიუსს. დაამტკიცებს ბიუჯეტს შემოტანილი არ მინახავს რაიმე თქვა დაბრუნებული იყოს ბიუჯეტი უკან ან რაღაცა შესწორება შესული იყოს ინიციატივა ყოფილიყოს არაფერი უბრალოდ გადაიქცა საბჭო კოლმეურნეობის აი რუსულ ისევ კომუნისტურ რაღაც რეჟიმში ბრუნდებით და იკარგება ის მთავარი პრინციპი რასაც არჩევითობა და რასაც ამორჩევლის ხმა ქვია საკრებულოში. კი ბატონო. ბესო, გარდა იმისა, რომ იყავით წინა მოწვევის საკრებულების წევრი, იყავით ბოლო საკმაოდ ბობოქარი საკრებულოს წევრიც, მათ შორის იქამდე სანამ ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არ თქვა პარტიამ. როგორ შეაფასებ ამ გადმოსახედიდან თუნდაც შარშანდელი მოწვევის საკრებულოს და წლევანდელის ფაქტის ახაზია რომ განსხვავება საკმაოდ დიდია, რადგან ჩვენ 4 წლის მანძილზე ვხედავდით დაპირისპირებით ახსავს ეს საკმაოდ ხმაურიან საკრებულოს, ძალიან რბილად რომ შევაფასოთ და ახლა ვხედავთ საკმაოდ მშვიდ საკრებულოს ასევე რბილად რომ შევაფასოთ. როგორ უყურებ მაშინ თქვენმა განსაკუთრებულმა და მნიშვნელოვანმა ოპონირებამ მოუტანა თუ არა სიკეთიან სარგებელი მოსახლეობას არა მარტო საქმეების თვალსაზრისით, არამედ ინფორმაციულობის თვალსაზრისით მინიმუმ თუ დაუშვათ როგორ აფასებთ დღეს, როცა საკრებულოში არის ორი ოპოზიციონერი დეპუტატი და რაღაცა ეს დინამიკა და დაპირისპირების მასშტაბი არის ძალიან მცირე. ესეთი ბედნიერი საკრებულო ბოლო აწლეულია ოზურგეთს არ ყოლია და ალბათ თვალსაცემია არც ქვეყნის და არც რაიონის დონეზე არავის არ ახსოვს საკრებულო ტურისი გამკეთებელია დღეს. ეს დაპირისპირებებიც არ ყოფილა ეს ახირებები, ეს იყო
მათ მიერ კორუფციაში, ადამიანებისთვის საჭირო გასაკეთებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩაგდებაში, ეს ყოველდღიურად ჩვენი აქტიურობა საკრებულოში, მთელი ქვეყანაში ესმოდა ოზურგეთის ხმა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ის ადმინისტრაცია და როგორ გადაწყვეტილებებს იღებდა ამა თუ იმ პროექტთან და პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. დღეს დღევანდელი საკრებულო მიშამახსენა, ეს არის ბედნიერი ნოტარიუსთან დიდი შეკრება, სადაც ერთხმად იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, მათ რიგებში წინამოწვევაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკმაოდ კრიტიკულად გამოირჩეოდნენ, ბიუჯეტსაც უბრუნებდნენ უკან, შენიშვნებითაც ხმამაღლა ამბობდნენ იმ სათქმელს, რაც საკრებულოს დეპუტატს როგორც ზედამხედველს მერიის და იმ ფინანსური და აიპების და სამსახურების ზედამხედველობითი რგოლია რეალურად საკრებულო იქ ხდებოდა გადაწყვეტილება მათ რიგებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ ამ კრიტიკის გამო იქ არც ხედავენ და ოზურგეთს ეს ადამიანები მე ვფიქრობ აკლია მოცემულობის საკრებულოში, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია დიდი ნაწილი არ იმყოფება დღეს საკრებულოში. ახლა ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, რამდენად იყო შეცდომა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ართქმა, არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, შევხედავთ სრულ სურათს, შევხედავთ მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, იმიტომ რომ თუ ოპოზიცია ვერ ახდენდა გავლენას საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მინიმუმ ქმნიდა დღის წესრიგს და მინიმუმ როგორც თავად აღნიშნე, მოსახლეობას ჰქონდა მეტი ინფორმაცია რა გადაწყვეტილებებს იღებდა ადგილობრივი ხელისუფლება, რაში რა თანხა მიდიოდა, ან რაში რა იხარჯებოდა. ახლა როცა ეს ყველაფერი გაცილებით ბუნდოვანია, რამდენად სწორად მიიჩნევთ არა მარტო თქვენ, არამედ პარტიაც ამ გადაწყვეტილებას? ეს გადაწყვეტილება წლების გასვლის შემდეგ უფრო ნათლად გამოაჩენს, რამდენად სწორი თუ არასწორი იყო და ქართული ოცნება სულ აპელირებდა იმაზე, რომ ესენი ხელს გვიშლიან. აი სამი მოწვევის არჩეული საკრებულოს დეპუტატი ვიყავი და ვანასაკირალიდან და სულ ამბობდა, რომ აქ რო დიდ ინვესტირებას, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვერ ვაკეთებდეს, ოპოზიციური ხელშეშლა არის და ოპოზიცია გვიშლის ხელს, ბატონო, ველი თავისუფალია. საქმეშიც და საკრებულოშიც გადაწყვეტილებების მიღებაში არავინ არ ესაუბრება იმ ნაკლოვანებებზე, რაც იყო არსებული და დღეს უფრო მეტად არის ეს ნაკლოვანებები რაღაც გადაწყვეტილებებში და საბიუჯეტო განაწილებებში, მაგრამ ბურთიც და მოედანიც ერთ სტადიონზე მათია. მოწინააღმდეგე არ ყავთ, შეუძლიათ აკეთონ კარგი საქმე, ხელს მაშინაც არავინ არ უშლიდა და პირიქით ხელს დახმარების გაწევის მეტი თუ რამე საჭიროება იყო ნებისმიერ მოცემულობაში არ გავიკეთებია, ხელშეშლა და ხმაურიანი საკრებულოები მანიშნებელი იყო იმის, რომ პრობლემები იყო რაიონის დონეზე და მერია იყო კორუფციაში ჩაფლული და მათი აუდიტის დასკვნებიც ორი აუდიტის დასკვნა დაიდო, ორივე აუდიტის დასკვნაში მითითებული იყო და რაზეც წლები ვსაუბრობდით, რომ მაგალითად რაგბის ერთ სამსახურში 20 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული, რაც საჭიროება იყო მხოლოდ იმის, რომ იქ უნდა ყოფილიყო არსებული თანამშრომლები. ამიტომ ამ ყველაფერზე ხა ოზურგეთელების გადახდილი ბიუჯეტიდან და თანხებიდან ვიღაცა არაკომპეტენტური ჩინოვნიკი რო იპარავს, ამაზე ყველამ უნდა ვისაუბროთ და ეს საუბრები მიდიოდა მაშინაც და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის და არაერთი მიმართულებით. კი ბატონო, მადლობა, თუმცა საზოგადოების რამდენი მნიშვნელოვანია ის, რომ ბურთის და მოედან ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, ნუ ეს ალბათ ხო როგორც თავად აღნიშნე გამოჩნდება. რავი, ეს იყო ჩემი ბოლო შეკითხვა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ეთერში იყავით. წარმატებებს გისურვებთ ყველა იმ საქმეში, რომელიც საზოგადოებისთვის არის სასარგებლო და მნიშვნელოვანი და მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით ბატონ მიშა გოგოტიშვილთან ერთად. ის არის ევროპული საქართველოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერი, ასევე ბატონ ბესო კათამაძესთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და ჩვენი სტუმარი იყო ასევე ბატონი ლადო ქვილორია, ლელოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი. მადლობა, რომ გვიყურებდით, დაგიბრუნდებით მომავალ ხუთშაბათს.